გამოსულები ვართ სასროლად, სატესტოდ. უნდა გავტესტოთ ამერიკული ვაზნები, ვინჩესტერის 4 ნომერი და ჰორნადის 4 ნომერი. ორივე მათგანი განკუთვნილი არის ინდაურზე სანადიროდ. იარაღი სტოგერი 3500, 76-იანი ლულით, ჩოკი, X-ი Highflyer X Full. სასროლი მანძილი იქნება სტანდარტულად 35 მეტრი, ხოლო სამიზნე ზომები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადაბმული არის ერთმანეთზე 12 ცალი თაბახის ფურცელი. პირველი სროლა ვინჩესტერის 4 ნომერი, 76 მმ-იანი ვაზნა და იგივე 3 ინჩი. ესეთი შედეგი მოგვცა ვინჩესტერის 4 ნომერმა. აუცილებლად დაითვლება შედეგები ცალ-ცალკე. ეს ხა ვიდეოში იმდენად რეალურად აღქმადი არის, რამდენად სინამდვილეში რეალურად. და სპეციალურად ვისროლე ისეთი ჩოკით, რომელიც არ არის ინდაურზე გათვლილი და აი როგორი ძლიერი დაჯგუფება აქვს. ეხლა ვისროლოთ მეორე უკვე ჰორნადის 4 ნომერი. მეორე სროლა უკვე ჰორნადის 4 ნომერი. ეს არის უკვე ჰორნადის ნასროლი. აქვს ძალიან კარგი განაწილება და ჯგუფი ვინჩესტერის ჯობდა. თუმცა ეს რომ გვესროლა ჩვენ რეალურად ინდაურის ჩოკით უკეთესი შედეგი იქნებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში ვინჩესტერის დაჯგუფება უკეთესია. მოგეხსენებათ, რომ ინდაურზე ნადირობისთვის უკეთესი დაჯგუფება არის პრიორიტეტული. ასე რომ თავის საქმეს უფრო უკეთესად თავს ართმევს ამ შემთხვევაში ვინჩესტერი. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავთვლით და შედეგები იქნება ვიდეოში. უნდა შევადაროთ ერთმანეთს ამერიკული ვინჩესტერის და ჰორნადის ვაზნები X-ის ჩოკით, რომელიც არის ინდაურზე სანადიროდ და ამ ჩოკის შიდა დიამეტრი არის 0.665 ინჩი. პირველი სროლა ვინჩესტერის 4 ნომერი, ჩოკი X-ის ინდაურის სანადირო ჩოკი 0.665 ინჩი. პირველი ნასროლი ძალიან ძლიერი ცენტრით. სროლა მეორე, ჰორნადი 4 ნომერი. ესეც ჰორნადის ნასროლი. შედეგებს აუცილებლად დავითვლი და ფოტომასალის სახით დავამატებ ვიდეოზე. დავითვალეთ შედეგები. ეს არის კონტეინერები, რომელიცაც იყო დამხტული ეს ვაზნები და რადღისი ჩააგდო X-ის ჩოკება. მარჯვნივ რომელიც არის, ეს არის ჰორნადის კონტეინერი. აქვს ძალიან განსხვავებული კონტეინერი, განსხვავებული ტიპის. ეს არის უკვე ვინჩესტერის კონტეინერი და აი რადღისი არის ისინი. არის ძალიან კარგად დამუშავებული X-ის ჩოკის მიერ. ამ ყველაფერს აკეთებს X-ის ჩაჭრილი პორტები, რომლის დახლის კუთხეც არის 135 გრადუსი.